გამარჯობა. თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში დღეს ნახავთ. სირია, მოულოდნელობა. რატომ არ მოელოდა ამერიკის ადმინისტრაცია ბაშარ ასადის დაცემას და რა დაკარგა რუსეთმა მისი გაქცევით ახლო აღმოსავლეთში? ასევე, როგორ ეხმარებოდა უკრაინა ასადის ჩამოგდებაში? რაკეტებით რუსეთზე ტრამპი წინააღმდეგია. აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთის სიღრმეში ატაკამსებით დარტყმების მიყენების გადაწყვეტილებას სულელური უწოდა. როგორ ართულებს ეს უკრაინის პრეზიდენტის დავალებას? სირიაში ტექტონიკური ცვლილებებია. ქვეყანაში გარდამავალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი ხელისუფლება გაასამართლებს ყველას, ვინც ჩაედინა დანაშაული ხალხის წინაშე. ასევე, სამი თვით პარლამენტის მუშაობის და სირიის კონსტიტუციის მოქმედების შეჩერების განცხადებამაც გაიჟღერა, ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებამდე. გარდამავალი ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც სირიის პრეზიდენტის გაქცევის შემდეგ ქვეყნის მართვას ჩაუდგა სათავეში, დაძაბული ყურადღებით აკვირდებოდნენ როგორც მეზობლები, ისე სირიისაგან გეოგრაფიულად დაშორებული სახელმწიფოებიც. მაღალი თანამდებობის პირების აღიარებით ვაშინგტონში ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოქცევამ მრავალი სახტად დატოვა. ამ ფონზე პრეზიდენტი ბაიდენი დააპირდა შექმნილ სახელისუფლებო ვაკუუმში ქაოსის არ დაშვებას. სირიის მოვლენების და ამ მდგომარეობაზე რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მთელ რეგიონზე და მის მიღმა ვესაუბრე ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტს, მეწარმეობის ამერიკული ინსტიტუტის უფროს მეცნიერს მაიკლ რუბინს. მსჯელობა ISIS-ის მიერ სირიული არეულობის გამოყენების საფრთხის შესაძლებლობის შესახებ განხილვით დავიწყეთ. ISIS-ისთვის საკვანძო მომენტი არის ციხე ალ-ხუნი, რომელიც ქალაქ დელეზორის მახლობლად მდებარეობს, სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც სირიის დემოკრატიული ძალების კონტროლქვეშ არის, რომელიც სირიაში ქურთულ ინტერნაციონალურ სამხედრო ალიანსს წარმოადგენს. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თურქეთი, რომელიც დამასკოში გადატრიალების მომხდენ აჯანყებულთა ძირითად ძალებს უჭერს მხარს, ქურთულ დაჯგუფებას ისევე მტრად მიიჩნევს, როგორც ასადს. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად მუშაობთ როგორც თურქებთან, ისე ქურთებთან, შეიძლება ისეთი მდგომარეობა შედგეს, როდესაც თურქები სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში სტაბილურობის დარღვევას გადაწყვეტენ, რის შედეგადაც ISIS-ის წევრი პატიმრები, რომლებიც იქ ასობით ან ათასობითაც კი არიან, გათავისუფლდებიან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაუბრკოლებლად გადაადგილებას შეძლებენ, ევროპისკენ დაძვრას. მაიკლ, სირიაში მდგომარეობის სირთულის გათვალისწინებით, მინდა აღვნიშნოთ, ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი ოფიციალური პირისთვის მოვლენების ამგვარი განვითარება მოულოდნელობა გახდა. გამოცემა Washington Post-მა დაწერა, რომ ამერიკის ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი ასადის რეჟიმის დაცემამ სახტად დატოვა. ერთმა ამერიკელმა თანამდებობის პირმა, რომლის ციტირებასაც ახდენს Washington Post-ი, თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლება სრულად დარწმუნებული არ არის, რომ აჯანყებულები ჰუმანური და წარმადი ხერხებით დაიწყებენ მართვას. როგორ ფიქრობთ, მომხდარმა რატომ დატოვა სახტად ვაშინგტონი? სოციოლოგები ამ მდგომარეობას შეუპოვრად სათანადოდ არ აფასებენ. მეც არ ვარაუდობდი, რომ აჯანყებულები დამასკოში დიდი წნეხით შევიდოდნენ, მაგრამ მოხდა შემდგომი. სირიის ჯარი წვევამდელებისაგან შედგებოდა, ხოლო ბაშარ ასადმა თავისი ჯარისთვის ცხოვრების საკადრისი დონის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. ასადის ჯარის სამხედროები იძულებული იყვნენ აეღოთ ქრთამი და კრიტიკულ მომენტში ბაშარ ასადისთვის სიცოცხლის გაწირვა არ ისურვეს, ხოლო აჯანყებულები ჭკვიანურად მოიქცნენ. მათ ასადის ჯარს უთხრეს, თუ იარაღს დაუშვებთ, მაშინ თქვენს მიმართ სადამსჯელო ზომებს არ გამოვიყენებთო. მრავალმხრივ ეს მდგომარეობა ავღანეთის მოვლენებს წააგავს, როდესაც ხელისუფლებაში თალიბანი მოვიდა. როდესაც აშშ-ს ავღანეთიდან ჯარი გაჰყავდა, ხოლო თალიბანის ჯარი მთელი ქვეყნის გავლით მარშით მიდიოდა. უმეტესი ტერიტორია თალიბანმა არა ბრძოლით დაიპყრო, არამედ მოლაპარაკებების მეშვეობით, როდესაც მოწინააღმდეგის ჯარი იარაღს თავად აბარებდა. ახლა სირიაში იგივე ხერხი გამოიყენეს, მაგრამ ახლა როგორც ამბობთ, აჯანყებულების განზრახვის გულწრფელობის საკითხი ჩნდება. მრავალი ანალიტიკოსი ამბობს, რომ 2016 წელს აჯანყებულებმა ალ-ქაიდას ფიცი დაარღვიეს, როდესაც მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს. თუმცა მრავალი საგანგაშო ნიშანი ვნახე, რომელიც იმ აზრებს აჩვენებს, რომ აჯანყებულების მოქმედება მხოლოდ ბნელი მხარეა და თუ ისეთ საკითხს, როგორიც არის რელიგიის თავისუფლება მივიჩნევთ, მომავალი უსიამოვნებების პირველ მერცხლად, შეიძლება ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქრისტიანები ალეპოდან უკვე ევაკუირდებიან, იმიტომ რომ საკუთარი მომავლის გამო შიშობენ. Потому что опасаются за свое будущее.
მაიკლ, ჩვენთვის ცნობილი გახდა აჰმედ ალ-შარას სახელი. ის არის ლევანტეს განთავისუფლების ჯგუფის ლიდერი, რომელმაც ასადის ჩამოგდებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ასევე ვიცით, რომ აჰმედ ალ-შარა ფაქტობრივად არის იმ სტრუქტურის პარტნიორი, რომელიც წარსულში იყო ალ-ქაიდა, მაგრამ ახლა თავს ისე წარმოაჩენს, როგორც ზომიერი ძალების წარმომადგენელი. ხომერ მიიჩნევთ, რომ ამ ზომიერ ძალებს შორის არიან სანდოპირები, რომლებსაც შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება დაეყრდნოს, რათა კავშირები ააწყონ და სირიაში სტაბილურობა შეინარჩუნდეს. მე მაღელვებს, რომ ეს ხალხი შეიძლება დასავლეთის დიპლომატებს ერთს ეუბნებოდნენ, ხოლო სირიის ხალხს სრულად სხვას. ამ რეგიონში სიმბოლიზმი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ყურადღება მიაქცეთ მაგალითად იმას, როდესაც ამ ჯგუფის ლიდერი სირიის ხალხის წინ სიტყვით გამოდიოდა, მას არც ქვეყნის საპრეზიდენტო სასახლიდან და არც პარლამენტიდან არ წარმოთქვამდა. მან სიტყვა წარმოთქვა ამიადების მეჩეთიდან, რაც 2014 წელს ISIS-ის ქცევას წააგავს, როდესაც ხალიფას როლზე პრეტენდენტმა აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ მოსულში ან-ნურის მეჩეთიდან წარმოთქვა სიტყვა, მაგრამ მოსულში ან-ნურის მეჩეთის განსხვავება დამასკოში ამიადების მეჩეთისაგან მდგომარეობს იმაში, რომ ამიადების მეჩეთი ხალიფათის ცენტრი იყო. ამას გარდა აჯანყებულების ტელეგრამ არხში ამგვარი ხასიათის განცხადებები იქნა გაკეთებული. ჩვენ ამიადების მეჩეთი დავიწყარით და შემდგომ ალაქსაში წავალთ. ეს მეჩეთი, როგორც ცნობილია, იერუსალიმში მდებარეობს. შემდგომ კი კააბაში. ეს არის საუდის არაბეთში მუსლიმური სიწმინდე. არის საშიშროება, რომ აჯანყებულთა ხელმძღვანელები ორ სხვადასხვა აუდიტორიას განსხვავებულ რამეს ეუბნებიან. სამწუხაროდ მსოფლიოში ყველაფერი ინგლისურ ენაზე არ ფუნქციონირებს და არის ალბათობა, რომ სირიაში აჯანყებულები ჩვენს დიპლომატებს ეუბნებიან ერთს, ხოლო თავიანთ ხალხს მეორეს. მაიკლ, ერთ-ერთ უკანასკნელ სტატიაში დაწერეთ, რომ დასავლეთი ასადთან ურთიერთობის აღდგენას ეცადა, რაც შესაძლოა საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო. იმიტომ, რომ უმჯობესია, რომ მტრულმა რეჟიმმა დაცემა განიცადოს. ნაცვლად იმისა, რომ მასთან კავშირები ააწყო. დღემდე ამგვარ შეხედულებას ემხრობით. მიუხედავად იმისა, რომ ასადის ჩამოგდების შემდგომ ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა კიდევ უფრო მერყევი გახდა. იულია, ასევე დავწერე, რომ სუსტი ასადი უმჯობესია ვიდრე ძლიერი ასადი. ან მდგომარეობა, როდესაც კონტროლი აჯანყებულების ხელში შეიძლება გადავიდეს. ჩემ სტატიაში ვეცადე აზრი მიმეწვდინა, რომ ზოგჯერ ჩვენი დიპლომატები ატარებენ მოლაპარაკებებს მოლაპარაკებებისთვის. ასადთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და უკვე ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე ვიყავით. მაგრამ ახლა, როდესაც უკან ვიხედებით, გვესმის თუ რამდენად სუსტი, გამოფიტული და არაკანონიერი იყო მისი რეჟიმი. ამიტომაც საკითხი არა იმაში ხარი დავუჭიროთ თუ არა აჯანყებულებს, არამედ იმაში ღირდა თუ არა ასადთან მოლაპარაკებების წარმოების ძალისხმევა და მასთან დათმობაზე თანხმობა, იმისთვის რომ მისი რეჟიმი უფრო კანონიერად წარმოჩენილიყო. ჩემი უფრო ვრცელი კითხვა ეხება იმას, არსებობს თუ არა მსგავსი პარალელები სირიის მიღმა, ანუ მსგავს შეცდომებს ხომ არ ვუშვებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ, რომელთანაც უდიდეს ძალისხმევას მივმართავთ ერთობლივი ყოვლის მომცველი მოქმედების გეგმის აღდგენის მცდელობაში. განსაკუთრებით კი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მუშაობისას განსაზღვრულ ხერხებს ვემხრობით, მაგრამ შესაძლოა ჩვენ საუკეთესო მიდგომა არ აგვირჩევია. ზოგჯერ დიპლომატიაში უმჯობესია არაფრის კეთება და მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მივცეთ და არ ვეცადოთ მასზე ზეგავლენა. უმჯობესია ამ რეჟიმებს თავად ჩამოქცევის შესაძლებლობა მივცეთ და მიუხედავად ამისა არანაირი ინტერესი არ უნდა გამოვავლინოთ, იმიტომ რომ არავინ არის დაინტერესებული იმაში, რომ დამასკოში მესაჭე იყოს დაჯგუფება, რომელმაც შეიძლება ISIS-ის ხანაში გადაგვისროლოს. ამ მდგომარეობაში ნაკლებად მაღელვებს ისრაელი, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მას თავად შეუძლია, მაგრამ ძალზედ მაღელვებს ეს თუ როგორ აისახება იორდანიაზე. მაიკლ, შეიძლება რომ ვთქვათ, მიდგომა ვნახოთ თამაში როგორ აეწყობა ირანის და რუსეთის მიერ იქნა გამოყენებული. ისინი ხომ ბაშარ ასადის მთავარი მომხრეები იყვნენ. ბოლო დღეებში მისი რეჟიმის დაცემამდე ირანი სირიაში თავისი ჯარის შეყვანის შესაძლებლობაზეც კი ლაპარაკობდა, რაც მაინც არ მოხდა. რუსეთს სირიაში სამხედრო ბაზები აქვს. ბაშარ ასადმა თავშესაფარი მოსკოვში მიიღო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ თეირანმაც და მოსკოვმაც ასადის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არ გამოიყენა. თქვენი ანალიზი როგორი იქნება?
ირანი ფაქტობრივად კედელთან მიიმწყდიეს, ხოლო თურქეთმა და სხვებმა, ვინც აჯანყებულებს უჭერს მხარს, მომენტი მოხერხებულად გამოიყენეს. ამას გარდა მსოფლიოში არის საერთო გაგება, როდესაც ამერიკაში არჩევნების დასრულების შემდგომი პერიოდი დგება და მანამდე, სანამ ახალი პრეზიდენტი თანამდებობას დაადგება, ამერიკის ყურადღება მაქსიმალურად გადატანილია და მრავალი სარგებლობს ამგვარი შესაძლებლობით, რაც ნანახი გვაქვს რუსეთის მაგალითზე, როდესაც საქართველოში შეიჭრა და 2020 წელს, როდესაც მთიანი ყარაბაღის ომი გაჩაღდა. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ტენდენცია, მაგრამ თუ რიტორიკას ირანში სპარსულ ენაზე გაანალიზებ, შეიძლება გაიგონო, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ახალი სირიელების მოქმედებას ოპოზიციის გამარჯვებას ეძახის. თუმცა წარსულში ირანი მათ ამგვარ ლეგიტიმურ სტატუსს არ ანიჭებდა და ოპოზიციას არ ეძახდა. ირანი ადრე მათ ტერორისტებს ეძახდა, რაც თალიბანის მდგომარეობას გაგონებს, როდესაც გარკვეულ მომენტში ირანი მდგომარეობას პრაგმატულად მიუდგა და გადაწყვეტა, რომ გარკვეულ დონემდე თალიბანთან ითანამშრომლებს, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდა მანამდე. შესაძლოა ახლა ირანი ახალი სირიის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილოს. მაიკლ, რუსეთზე რა სიტყვით? არის თუ არა ეს დიდი დარტყმა რეგიონში რუსეთის პრესტიჟზე და რა მომავალი ელის სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზებს? რუსეთს იქ ორი სამხედრო ბაზა აქვს. საჰაერო ძალების ბაზა ჩრდილოეთ სირიაში და სამხედრო საზღვაო ბაზა ტარტუსი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის პორტ ლატაკიაში მდებარეობს. სირიის ამ ნაწილში ალავიტების რელიგიური უმცირესობა ჭარბობს, საიდანაც ბაშარ ასადის ოჯახიც მომდინარეობს. საინტერესოა ის, რომ ახლა ძალიან ბევრი ხმა ისმის იმის შესახებ, რომ მრავალი რუსი ტარტუს ბაზის თვითნებურად დატოვებას ცდილობს და შესაძლოა მიზეზი, რომლის გამოც ამის გაკეთებას ცდილობენ, ნაკლებად უკავშირდება სირიელების გამოშიშს. უფრო იმ ფაქტს, რომ თუ რუსეთში დაბრუნდებიან, მაშინ უკრაინაში ფრონტზე გააგზავნიან, რისი გაკეთებაც მრავალ რუს სამხედროს არ სურს. თუ ამის არიდება შეუძლიათ, ნამდვილად ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთის პრესტიჟზე დარტყმაა. შეიძლება გავიხსენოთ უსამა ბინ ლადენის ცნობილი სიტყვები, ალ-ქაიდას დამფუძნებლის. ის ამბობდა: ყველას მოსწონს ძლიერი ცხენი. თუ ძლიერის იმიჯი გაქვს, მაშინ ყველა შენსკენ ისწრაფვის. მაგრამ თუ სუსტის იმიჯი გაქვს, მაშინ მოკავშირეთა მოზიდვა გაგიჭირდება. ამიტომაც რუსეთს ახლა დიდი პრობლემები დაეწყება ამ რეგიონში. ვინაიდან ყველა იფიქრებს, რომ რუსეთს იგივე ძალა აღარ გააჩნია და დაპირების, რომელსაც პუტინი აძლევდა, შესრულებას ვეღარ შეძლებს. Ведь все будут думать, что Россия больше не обладает той же силой и больше не сможет выполнять обещания, которые им давал Путин. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შესახებ. ახსენეთ ის, რომ ადმინისტრაციებს შორის გარდამავალ პერიოდში ვაშინგტონის ყურადღება იფანტება. მაგრამ გაგვიგონია იმის შესახებ, რომ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სირიის შესახებ საკუთარი მოსაზრება უკვე გამოთქვა. დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთმა ასადი მიატოვა, რამაც მისი რეჟიმის დაცემა გამოიწვია. ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს საერთოდ არ უღირდა სირიაში ჩარევა და დაამატა, რომ რუსეთი და ირანი ახლა შესუსტებულ მდგომარეობაშია. რუსეთი უკრაინაში ომისა და დასუსტებული ეკონომიკის გამო, ხოლო ირანი ისრაელისა და მისი სამხედრო წარმატებების გამო. ვისურვებდი გამეგო, ხომ არ მიუთითებს ეს სიტყვები იმას, თუ რა კურსს მიემხრობა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის, ირანის, ისრაელის მიმართ. პირველ რიგში ისტორიკოსი ვარ და ხელფასს წარსულის წინასწარმეტყველებისთვის მიხდიან. ხოლო მომავლის წინასწარმეტყველებისთვის ჯადოსნური ბროლის ქვამი არ მაქვს. ამას გარდა დონალდ ტრამპი ცნობილია იმით, რომ ის ძალზედ არაპროგნოზირებადია, რაც შესაძლოა მისი დიპლომატიური სტრატეგიის ძლიერი მხარე იყოს. იმიტომ რომ მისმა ოპონენტებმა წინასწარ არ იციან თუ რა ხაზს აირჩევს ის. მაგრამ თუ ეცდები იპოვოს სიღრმისეული აზრი იმაში, თუ ვის ჩართვას აპირებს დონალდ ტრამპი თავის ადმინისტრაციაში, შეიძლება დაინახო, რომ ეს არის ადამიანთა ჯგუფი, სხვადასხვა დიაპაზონის მქონე მოსაზრებებით. ეროვნული უსაფრთხოების მომავალი მრჩეველი გაცილებით ხისტ ხაზს ემხრობა, განსაკუთრებით რუსეთისა და ირანის მიმართ. ხოლო მისი ადმინისტრაციის თანამდებობის სხვა კანდიდატები ისურვებდნენ მეტი ყურადღების დათმობას ჩინეთისთვის და იზოლაციონისტურ მიდგომას ემხრობიან. ვეჭვობ, რომ რეალურად არჩეული ხაზი სადმე შუაში იქნება, როდესაც აშშ სამხედრო ძალას ამ რეგიონში პირდაპირ არ გადაიტანს, მაგრამ ეცდება სიტუაციაზე გავლენის მოხდენა სხვა ხერხებით. შესაძლოა ევროპელ ან სხვა ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეების დარწმუნებას, რომ გარკვეული რთული დავალებები საკუთარ თავზე აიღონ. ევროპაში ეს შეიძლება იყოს ისეთი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, პოლონეთი და სხვები. ხოლო ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპს ძალზე საიმედო პარტნიორი ჰყავს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის სახით, რომელსაც რეგიონში უდიდესი გავლენა გააჩნია და მოვლენებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
მაიკლ, ახლო აღმოსავლეთიდან ხედი უკრაინაზე რომ გადავიტანოთ, ამ საკითხებზე ბევრს წერდით. მინდა დონალდ ტრამპის რამდენიმე განცხადება მოვიყვანო, რომელიც სირიის კრიზისის შესახებ განცხადებასთან ერთად გააკეთა. ევროპული ქვეყნების ლიდერებთან და პარიზში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრების შემდგომ, ტრამპმა დაწერა, რომ საჭიროა უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყება. მან თქვა, ვლადიმირს კარგად ვიცნობ. მხედველობაში აქვს რუსეთის პრეზიდენტი. მოქმედებების დრო დადგა, რაშიც შეიძლება ჩინეთი დაეხმაროს. ამას მთელი მსოფლიო ელის. უკრაინის საკითხში გადაჭრის მხრივ. რაიმე გარღვევას ხომ არ ვარაუდობთ. გათვალისწინებით იმისა, თუ რამდენად ბევრი საგარეო პოლიტიკის საკითხის გადაჭრა მოუხდება ახალ ადმინისტრაციას. არა, არ ვარაუდობ და ძალიან მარტივი მიზეზით. ვაშინგტონში მრავალ პოლიტიკოს თუ ექსპერტს უყვარს საკუთარ აზრში ჩაღრმავება და ხშირად ფიქრობენ, რომ მთელი მსოფლიო მათ გარშემო ბრუნავს. თუმცა გულწრფელი მოლაპარაკების ჩასატარებლად საჭიროა, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი. და უბრალოდ არ მჯერა, რომ პუტინი იყოს გულწრფელი. როდესაც უკრაინაში შეჭრის წინ 2022 წლის 21 და 24 თებერვლის მის გამოსვლას უსმენ, გასაგები ხდება, რომ ის უკრაინას არ თulis სახელმწიფოდ და არც უკრაინის ხალხს ლეგიტიმურად მიიჩნევს. მანამდე სტატიაც კი დაწერა, რომელიც კრემლის საიტზე არის გამოქვეყნებული, რომელშიც ამ საკითხს კიდევ უფრო სიღრმისეულად შეეხო და მთლიანობაში უკრაინული იდენტობის ლეგიტიმურობას უარყოფს. არ შეიძლება მოლაპარაკების წარმოება იმ მხარესთან, რომელიც ამგვარ პოზიციას ემხრობა. ეს იგივეა, რომ მოლაპარაკებას ვაწარმოებდეთ ალ-ქაიდასთან, როდესაც რომელიმე მხარე თქვენი არსებობის მიმართ იდეოლოგიურად ძალზედ წინააღმდეგია. საუბარი წყენის მოგვარებაზე, რაიმე ჯადოსნური ფორმულით აღარ არის. მდგომარეობა შავ-თეთრ ხასიათს იძენს. დონალდ ტრამპი შეიძლება ეცადოს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, მას ეს არ გამოუვა. ჩვენი ერთადერთი იმედია ახლა ის, რომ პუტინი თავს რამდენადმე ნაცემად იგრძნობს. მას შემდგომ, რაც სირიაში მოხდა, შესაძლოა მან უკრაინას გარკვეული ბიძგი შესძინოს, რომელიც ძლიერ სჭირდება, რათა პოზიციები შეიკავოს და რუსეთის ჯარი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან გააგდოს. территорий. მაიკლ რუბინის ანალიზი. აღსანიშნავია სირიული ამბების კონტექსტში, რომ საკმაოდ მოულოდნელად გაიჟღერა უკრაინა. გამოცემა ვაშინგტონ პოსტი იტყობინება იმის შესახებ, რომ ასადის რეჟიმის ჩამოგდებამდე ცოტა ხნით ადრე კიევმა მის მოწინააღმდეგეებს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. ამ საკითხზე კომენტირებისთვის მივმართებ პოლიტოლოგს, ტექსასის ბეილორის უნივერსიტეტის პროფესორს სერგეი კუდელს. ხომ არ არის ეს უკრაინის შესაძლებლობების გაფართოების მანიშნებელი გლობალურ კონფლიქტებში, პროქსი მონაწილეთა ფორმატის დონემდე, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. უკრაინისთვის სირიის კონფლიქტი ერთდროულად ორი მოთამაშის შესუსტების საშუალებას იძლევა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის სახელმწიფოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს ატარებდნენ. ანუ აშკარაა საუბარია რუსეთზე და ირანზე. იმიტომ რომ ირანი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სამხედრო ინსტრუმენტს თავაზობს რუსეთს. უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად, მათ შორის დრონებს. სირიის კონფლიქტში უკრაინის გაჩენა, რა თქმა უნდა, საკვირველია იმით, რომ ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, რომ უკრაინა ინტერესს ავლენს ამ კონფლიქტის მიმართ. არ ვიცოდით, რომ უკრაინამ ასადის წინააღმდეგ შესაძლო შეტევის სამზადისის შესახებ იცის. ანუ აშკარაა, რომ უკრაინის მონაწილეობა დაკავშირებული იყო ასევე სადაზვერვო მონაცემებთან, რომელსაც უკრაინა ამგვარი შეტევის მომზადების შესახებ იღებდა. მაგრამ მგონია, რომ ასევე რეალისტები უნდა ვიყოთ იმ მოსაზრებით, რომ უკრაინის შესაძლებლობები ამგვარი კონფლიქტების ხასიათის არსებითად შეცვლაში საკმაოდ შეზღუდულია. ვინაიდან საუბარია მაინც რაღაც მინიმალური ტექნიკური საშუალებების მიწოდებაზე, რომელმაც ასადის მოწინააღმდეგე აჯანყებულებს საშუალება მისცა დამატებითი შესაძლებლობების სირიის სახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ სწრაფი შეტევის განსახორციელებლად. მაგრამ მგონია, რომ კვლავაც უკრაინის როლი მნიშვნელოვანია პოლიტიკური შეხედულების მხრივ. ის აჩვენებს, რომ უკრაინას გააჩნია შესაძლებლობები, რომ მას გააჩნია ინფორმაციასთან წვდომა იმის შესახებ, თუ რა ხდება მსოფლიოს სხვა რეგიონებში. მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ ის, თუ რამდენად გადამწყვეტი არის უკრაინის ეს მონაწილეობა ამგვარი კონფლიქტის შედეგისთვის.
против правительственных сил в Сирии. Но мне кажется, что опять-таки роль Украины, она важна с политической точки зрения. Она демонстрирует, что Украина имеет возможности, имеет доступ к информации о том, что происходит в других регионах мира. Но мы не должны преувеличивать то, насколько это участие Украины является каким-то решающим или важным для результата таких конфликтов. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი სარაკეტო ესკალაციის ახალ დონეზე გადავიდა. კიევმა ამერიკული რაკეტა ატაკამსებით ტაგანროგში სამხედრო ავიადრომზე მიიტანა იერიში. რუსეთის მხარე დაუყოვნებლივი პასუხის დაპირებით უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ძლიერ დარტყმას აყენებს, რის გამოც უკრენერგომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევრისთვის ელექტროობის გათიშვის გრაფიკის შემოღება გადაწყვიტა. საგანგებო გათიშვა დაიწყო კიევშიც. ყველაფერი ვაშინგტონიდან სულ უფრო ხშირად გაჟღერებული მოწოდებების ფონზე ხდებოდა. ცეცხლის სწრაფი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ და მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. დონალდ ტრამპის მოწოდებით, რომელმაც გამოცემა Times-თან ინტერვიუში ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების ამერიკული იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის მიტანის ნებართვის მიცემაზე კრიტიკით გამოვიდა და ამგვარი დარტყმების მიტანას, რომელსაც ესკალაცია მოჰყვება, სულელური უწოდა. რატომ ემხრობა კიევი რუსეთში ამერიკული რაკეტებით დარტყმის სტრატეგიას სამხედრო კონფლიქტის გადასაჭრელად დიპლომატიაზე გადართვის გახშირებული მოწოდებების ფონზე. ამის შესახებ საუბარი სერგეი კუდელთან განვაგრძე. ამ დარტყმების დიპლომატიური და პოლიტიკური აზრიც არის. შიდა პოლიტიკურიც ზელენსკის ადმინისტრაციის შეხედულებით, ვინაიდან უკრაინის სამხედრო ძალისთვის უარყოფით დინამიკას ვხედავთ. აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში და კურსკის ოლქში, სადაც უკრაინა კონტროლს კიდევ ინარჩუნებს, მაგრამ კარგავს კონტროლს მრავალ მცირე ქალაქში და უკანიხევს. პრაქტიკულად კონტროლი დაკარგა ჩასოვიარზე და ტორეცკში. ამ ქალაქებისთვის ძალზედ ხისტი ბრძოლები გრძელდება. მაგრამ აშკარაა, რომ უახლოეს კვირებში ეს ქალაქებიც იქნება დაკავებული რუსეთის ჯარის მიერ. და შემდგომი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც რუსეთის ჯარის გზად დგას, ეს არის პოკროვსკი, რომლის დაკარგვა ფაქტობრივად გამოიწვევს რუსეთის მიერ დონბასის სრულ კონტროლს. ერთი მნიშვნელოვანი კრამატორსკ-სლავიანსკის აგლომერაციის გამოკლებით, რომელიც კვლავაც უკრაინის კონტროლს ქვეშ არის. Практически полному контролю России над Донбассом, за исключением одной важной краматорско-славянской агломерации, которая все еще находится под контролем Украины. ანუ როგორც ვხედავთ, სამწლიანი სამხედრო მოქმედებების შედეგი ეს არის დონბასის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლის დაკარგვა. Практически постоянной потери контроля над значительной частью Донбасса. დიახ, უკრაინამ ხარკივის ოლქის ნაწილის დაბრუნება მოახერხა, მაგრამ ეს ის წარმატებებია, რომლის შესახებაც უკრაინის მოქალაქეებმა უკვე დიდი ხნის წინ დაივიწყეს. ანუ პირველ რიგში ახლა აუცილებელია, რომ ზელენსკის ადმინისტრაციამ უკრაინის საზოგადოებას აჩვენოს, რომ უკრაინას რესურსები აქვს, რათა რუსეთის წინააღმდეგ წარმატებით განაგრძოს წინააღმდეგობის გაწევა. და ამგვარი დარტყმების მიტანა შესაძლოა არ იწვევდეს არსებით სამხედრო პოზიტიურ ძვრებს, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში პოლიტიკური შეხედულებით, უკრაინის საზოგადოების სულის გასამყარებლად. მეორეს მხრივ აშკარაა, რომ ასეთ დარტყმებს მოჰყვება საპასუხო დარტყმები, შესაძლოა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით, რის შესახებაც ლაპარაკობდა პუტინი და ამ დარტყმებმა ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს არსებითი ესკალაცია, რომელიც აშკარაა, რომ თუ გაგრძელდება იანვარშიც, გაართულებს ტრამპის ადმინისტრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას. возможности для администрации Трампа начать переговорный процесс. თუ დარტყმების გაცვლა რაოდენობრივად გაიზრდება და ვხედავთ, რომ მას მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვება, განსაკუთრებით უკრაინაში, მაშინ ზელენსკის ისევე როგორც 2022 წლის მარტსა და აპრილში ძალიან გაუჭირდება ახსნას უკრაინის საზოგადოებას, თუ რატომ უნდა დასხდეს უკრაინა ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც რუსეთი უკრაინის ინფრასტრუქტურის სრულად და არსებითად დანგრევას განაგრძობს. Сейчас за стол переговоров, когда Россия продолжает существенно разрушать всю инфраструктуру Украины. აქ მინდა ვთქვა უკრაინის საზოგადოების განწყობის შესახებ. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც აჩვენებს, რომ დიპლომატიური პროცესის აღდგენის მომხრე უკრაინელების რაოდენობა გაიზარდა ბოლო რამდენიმე თვეში, განსაკუთრებით წინა წელთან შედარებით, მაგრამ მაინც უკრაინის მოსახლეობის მესამედამდე ლაპარაკობდა, რომ მოლაპარაკების დაწყება უპირობოდ შეიძლება.
Но все же всего лишь около трети граждан Украины говорят, что переговоры можно начинать без любых условий. ამავდროულად უკრაინის მოქალაქეთა ნახევრამდე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დაწყება შეიძლება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განსაზღვრული შეთანხმებების დადება. უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიის უზრუნველყოფის შემთხვევაში ნატოში წევრობის სახით. ანუ ვხედავთ, რომ უკრაინის საზოგადოებაში გარკვეული განხეთქილება არის მოლაპარაკების პერსპექტივებთან დაკავშირებით. და მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი უკრაინელების მესამედამდე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების დაწყება ახლავე უნდა დაიწყოს ყოველგვარი პირობის გარეშე, როდესაც დონალდ ტრამპიც მოუწოდებს. ამიტომაც პოლიტიკური შეხედულებითაც ზელენსკისთვის საკმაოდ რთული იქნება აუხსნას უკრაინელების უმეტესობას, თუ რატომ არის ის მზად მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად. ეთერში იყო სერგეი კუდელის მოსაზრება. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების შუამავლობის აღმოჩენის მცდელობაში უკრაინის ხელისუფლებას საშობაოდ ზავის დამყარება შესთავაზა. უნგრული მხარის თქმით, შეთავაზება უარყოფილი იქნა. დღეისათვის ამით ვასრულებთ. ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. დროებით. Каждые выходные мы на канале «Настоящее время» в социальных сетях «Голос Америки». Спокойных вам выходных. Увидимся.